საქართველოდან კიდევ 22 არალეგალი გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მეტი უსაფრთხოებისა და უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის კანონმდებლობას დაიხვეწა. ცვლილებები ოქტომბრიდან ამოქმედება. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ათობით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იდენტიფიცირებული და გაძევებულია. გამოვლენილია უკანონო მიგრანტების მორიგი ჯგუფი. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 22 ადამიანი გააძევა. ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის და კენიის მოქალაქეები. შესაბამისი წესით ქვეყნიდან გაუშვეს და უკან შემოსვლის აკრძალვაც დაუწესეს. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და პირებს, რომელმაც დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებაზე და მნიშვნელობაზე საუბრობს. კანონი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის საპრევენციოდ მომზადდა 1 ოქტომბრიდან ამოქმედება. ამოქმედება ნორმები, რომელიც გულისხმობს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, იმ შემთხვევაში თუ მათ ჩაიდინეს წვრილმანი ხულიკნობა, პოლიციის დაუმორჩილება, აშაკრება მანიფესტაციის წესის დარღვევა. გარდა ამისა, უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში უიზოთ მოგზაურობის ვადები, მათ მიმართაც დაწესდება ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გადაიხედა საერთაშორისო დაცვის კანონმდებლობა, რაც უცხოელებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საერთაშორისო დაცვის უფლებას, მათ ამის საშუალება აღარ ექნება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის სტაბილური და წლიდან წლამდე გაუმჯობესებული ეკონომიკური გარემო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმზიდველია. თუმცა მიგრაციის ნაკადების მართვისთვის და კონკრეტული გადაცდომებისთვის საჭირო იყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დააზღვევს. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა დაცული იყო და დაცულია უკვე გაცილებით მეტად არალეგალური იმიგრაციით. საქართველო არის აშკარად ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტურად უმკლავდება მიგრაციის პრობლემებს. ის ადამიანები, ვინც არალეგალურად იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში, აზიანებენ ამ პროცესებს და სწორედ ამიტომ ეს ეფექტური პასუხი იცავს ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ ეკონომიკურ უსაფრთხოებას. საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების გაძევების პროცედურა მარტივდება. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. პარლამენტის დეპუტატები ამბობენ, რომ არალეგალთა მიმართ მიდგომების გამკაცრება აუცილებელი იყო. კანონის ამოქმედების შემდეგ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო დაიხვეწება და გამარტივდება. მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის. საკითხები, რომლებიც ნამდვილად დაკავშირებული არის ვიზა ლიბერალიზაციასთან, რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნიდან ამავდროულად პრაქტიკაში განხორციელებით გაგრძელებული და დასრულებული, ხორციელდება, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი სახელმწიფოს ინტერესებში. მივესალმით ყველას, ვისაც უნდა საქართველოში ჩამოსვლა, დასვენება, ბიზნესის კეთება კანონის ფარგლებში, მაგრამ საქართველოს ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება მკაცრი, თუმცა სამართლიანი ყველას მიმართ, რომლებიც საზოგადოებაში შემოიტანენ შფოთს და დანერგავენ დაპირისპირებას ქვეყანაში. მათ შორის საქართველოს ხელისუფლება მიიღებს მკაც ნაბიჯებს, გადადგავს მკაც ნაბიჯებს, მათ შორის აქ იგულისხმება მათი ქვეყნიდან გაძევებაც, თუ მათი ქმედებები პირდაპირ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით უკანონო მიგრანტი ქვეყნიდან გაუშვა.